ხალხისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ზოგადად ჩაიკითხეთ პირველ რიგში, შემდეგ დავაკონკრეტოთ როგორ შეაფასეთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესს გამომდინარე იქნებ დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყავით პოლიტიკაში ჩართული ეროვნული მოძრაობიდან და გვაინტერესებს თქვენი შეფასება, სხვადასხვაგვარი შეფასებები ისმის მას შემდეგ რაც შეიცვალა ქვეყანაში ხელისუფლება. იგივე ბოლო პერიოდის დაკავებებთან დაკავშირებით რა მოსაზრებაა? სამწუხაროდ ახლა მე არც თავიდან არ მქონია მოლოდინი რაღაც ძალიან დადებითი პროცესების, რომ ამისი წინაპირობები არსებობდა, რომ ასეთი მოლოდინი არ მქონოდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის იცვლება ხოლმე, როგორც გარედან დაგეგმილი პროცესი ისე ხორციელდება ეს და ამას თავისი მიზეზები აქვს. აქედან გამომდინარე მოლოდინიც არ მქონია მაინდა-მაინც დადებითი, განსაკუთრებით მე მეშინოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხის და აფხაზეთის საკითხის განსაკუთრებით. მით უმეტეს რომ ცნობილია რომ ამ ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი პიროვნებები, იმ გუნდში იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომელთა პოზიცია ამ საკითხზე ძალიან კარგადაა ცნობილი და ძალიან უარყოფითი და ანტისახელმწიფოებრივია. ამიტომ მე ძირითადად ამის შიში მქონდა. რაც შეეხება სხვა სფეროებს, სხვა სფეროში არ მოველოდი მართალი გითხრათ ისეთ უარყოფით პროცესებს, რომელიც მოხდა, მიუხედავად ზოგადი არადადებითი განწყობის არ ბილათ რო თქვათ, ისეთ უარყოფით პროცესებს არ მოველოდი, ისეთ სულელურ დაჭერებს, ასე რო თქვათ და რეპრესიებს, როგორცაც ადგილი აქვს, ნამდვილად არ მოველოდი. რომ ეს არ შეიძლება ეს მე რა თქმა უნდა იმის ძალიან შორსავარ იმისგან რომ თქვათ არ ყოფილიყოს, არ უნდა იყოს გამოძიებული ის დანაშაულობებები, რომლებიც ნამდვილად მოხდა წინა ხელისუფლების დროს, ეს იქნება პატიმრების წამება, ქუჩაში ხალხის ლიკვიდაცია, თუ არაერთი იგივე ლოპოტის ხეობაში განხორციელებული ძალიან დანაშაულებრივი პროცესი და ასე შემდეგ. მე ზოგადად იმ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებსაც ძალიან კრიტიკულად უყურებდი და ცხადია ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო გამოძიებული და ამას არავინ სხვათა შორის აი ეს საქმეები, ეს გახმაურებული საქმეები და ზოგადად წამება, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, იგივე ქონების უკანონო ჩამორთმევა და აი ეს ყველაფერი რომ შესწავლილიყო, ამაზე არც მე მექნებოდა უარყოფითი აზრი და სხვათა შორის არც თქვათ დასავლეთს და ამერიკას არ ექნებოდა ზოგადად ამაზე უარყოფითი აზრი, ეს რომ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა სულ სხვა რამ. მოხდა ის რომ აბსოლუტურად სხვა პრინციპით ხდება, უბრალოდ ხდება ჯერ ადამიანების დაჭერა, როგორც ჩანს იმ პრინციპით, ვისთანაც თქვათ პირადი ანგარიშწორება აკავშირებდათ, ან რაღაც მისი ადგილი ჭირდებათ, ან ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირია და უნდათ რომ ეს ადგილი გამოთავისუფლდეს და იქიდან გააგდონ, ან რაღაც ვიღაცას პირადი ინტერესი აქვს. აი ამ პრინციპით ხდება ხელოვნურად ადამიანების დაჭერა, არა იმ პრინციპით, როგორც გითხარით, რომ თქვათ გამოიძიონა ეს მართლა მომხდარი დანაშაულები. არამედ რაღაცა სასაცილო მიზეზით, რომ ერთი წლის წინ თქვათ, ეხლა მე გვარები და ისინი ზუსტად არ მახსოვს, გონი ზესტაფონის გამგებელი იყო, ერთი წლის წინ იჩხუბაო სადღაც კეიპშიო, რაც ნუ ახლა ამაზე ადამიანებს ჩვეულებრივ არ იჭერენ, რომ ერთი წლის წინ სადღაც იჩხუბა, ეს ჩვეულებრივ აშკარად საბაბია და არა მიზეზი, ვიღაცას ნარკოტიკები ჩაუდეს სავარაუდო და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან უაზრო მიზეზებით ამას წინათ დაიჭირეს, რომ ვიღაც რომ იმაზე გონი სემკას თავმჯდომარე თუ რაღაც შუქი გამოურთორეს, ნუ რაღაც სასაცილო, მოკლედ სასაცილო მიზეზებით. და აი ესეთ სასაცილო მიზეზებით როცა ხდება ადამიანების დაჭერა და სხვათა შორის სულ ახალი მოსული იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსი. ძალიან სულელური ბრალდებით ისიც და რაც თავარია აშკარად შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს დაპატიმრება უკავშირდებოდა ნატოს კომიტეტის ხდომა უნდა ჩატარებულიყო რამდენიმე დღეში საქართველოში და ეს რო ჩაშლილიყო და ასეც მოხდა, ეს ჩაიშალა. აი ამგვარად სულად გაუმართლებელია ასეთი დაჭერები. მართალია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს მოწონს, იმიტომ რომ ზოგადად მენტალიტეტი არის ძალიან ამ ხრივ ძალიან განუვითარებელი გარკვეულ ნაწილში საზოგადოების, ისინი აზროვნებენ კატეგორიებით, აი სისხლის აღების კატეგორიებით, რომ თავარია რომ ვიღაც დაპატიმრებული იქნას, აი იმ ზოგადად აი ნაციონალური ხელისუფლებიდან, იმ სტრუქტურებიდან არა აქვს მნიშვნელობა პიროვნულ მის პასუხისგებლობას. აი ესეთი მიდგომა, ესე იგი სისხლის აღების პრინციპი სახელმწიფოში ეს რა თქმა უნდა ყოველად დაუშვებელია და სამართალი სრულიად სხვა რამეზე უნდა იყოს აგებული.
რაც შეეხება საგარეო კურსს, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სომხეთი არის კარგი მაგალითი, როგორ დაბალანსებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ნატოსთან და ამავდროულად რუსეთთან. იქვე გაჟღერდა, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საკითხი. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად არის სომხეთი ჩვენთვის რამდენად გამოგადგება სომხეთის მაგალითი ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით და თვითონ ამ რკინიგზის აღდგენა რამდენად დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ქვეყნისთვის. ჯერ დავიწყებ სომხეთის მაგალითზე, ეს საკმაოდ ორაზროვნად თქვა, ჯერ თქვა, რომ პრიორიტეტები უცვლელად შებაო, ესე იგი ევროატლანტიკური ორიენტაცია და ასე შემდეგ და თან მიაბა ამას, რომ სომხეთი კარგი მაგალითიაო, თქვათ. ამიტომ, ფორმალურად შეიძლება თქვათ გამართლება მოუძებნოს, მაგრამ საერთო კონტექსტი რახან ვიცით ამ ხელისუფლების მიდრეკილებების და მისი წარმოშობის, იმიტომ რომ მე სრულიად შორსა ვარ იმას რისაგან, რომ შესაძლებელი იყოს რუსეთიდან მრავალმილიარდიანი რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა და შეუძლებელია რომ იქიდან მრავალმილიარდიანი ქონება გამოგატანონ პოლიტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, თუკი ამას არ თulis საჭიროდ თვითონ პუტინი. აქედან გამომდინარე ზოგადი კონტექსტი რო ვიცი ამ ხელისუფლების მიდრეკილებების, იგივე აფხაზეთის საკითხზე, რკინიგზის საკითხზე და ასე შემდეგ, ამიტომ მიმაჩნია რომ ნატოს-ზე ხაზგასმა უფრო არის არაგულწრფელი და ასე რომ ვთქვათ, ვალის მოხდის მიზნით, შეფარვის მიზნით, ეს ამის ნებართვა ალბათ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ეს ნატო იძახოს, იმიტომ რომ საქმით თუ გაკეთდება ისეთი რამეები, რაც თავისთავად გამორიცხავს, ჯერ ისედაც არ არის დღეს ყოფნა იგივე ნატოს მხრიდან საქართველოს მიღების და მით უმეტეს თუ საქართველოს ჩაიდენს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა თუნდაც ეს პოლიტიკური ანგარიშწორებები, რეპრესიები, შერჩევითი სამართალი, ბუნებრივია, რომ ეს თავისთავად დაგვაშორებს ნატოს. ამგვარად სიტყვით განცხადება ნატოსი და საქმით სხვა კეთება, აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც ეთვს იწვევს. რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზის აღდგენის საკითხზე ჩვენ გვიკავია კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია, აი მონაკვეთის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხზე, რომ ზოგადად ვთვლით, რომ არ შეიძლება ბერკეტი, რომელიც საქართველოს ხელში აქვს, ხოთა შორის სულაც არ არის ეგრე, რომ თქვათ მარტო საქართველოა დაინტერესებული იგივე ეკონომიური კავშირების აღდგენით რუსეთთან და ასე შემდეგ, თვითონ რუსეთს ძალიან სერიოზული დისკომფორტი აქვს შექმნილი აი იმ მდგომარეობით, რაც შეიქმნა 8 წლის შემდეგ ამ ოკუპაციის შედეგად და უпростоრად ოკუპაციის მათი მხრიდან ოფიციალურად ცნობის შედეგად ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია რუსეთი იმ მხრივ შექმნილი, რომ სოფლიო არ ცნობს არავინ ამ ტერიტორიებს, თვითონაც გარკვეული დისკომფორტი აქვს იგივე ამ რკინიგზის მხრიდან და ყველა მხრიდან. ამგვარად ისეთი სიტუაციის შექმნა რუსეთისთვის, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა და მისთვის უფასოდ მე ფულს კი არ გულისხმობ ამაში გადახდის, არამედ გულისხმობ, რომ სამაგიეროს არაფერს არ მიიღებ. ასე გახსნა რკინიგზის. ეს არის ის, რომ ჩვენ დაუთმოთ რუსეთს, ოკუპანტს დაუთმოთ ის ბერკეტი, რომელიც ჩვენს ხელთ არის. ეს ერთ-ერთი ბერკეტია სხვათა შორის, ეს რკინიგზა, იმიტომ რუსეთი დაინტერესებულია ძალიან იმ რკინიგზით, იქ სომხეთის ბაზა აქვს სამხედრო და ასე შემდეგ, ამიტომ ის დაინტერესებულია ამ რკინიგზის გახსნით. და ჩვენ ყველაფერი ის, რითიც რუსეთი დაინტერესებულია, უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, ეს შეიძლება დღეს არ მოხდეს და ხვალ, მაგრამ ეს ბერკეტები ჩვენ ხელს უნდა გქონდეს, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც დაინახავს რუსეთი, რომ სხვანაირად საქართველოსთან ნორმალიზაცია ურთიერთობის არ მოხდება და საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთსაც აწყობს, დარწმუნდება ამაში, საბოლოო ჯამში უნდა მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. დეოკუპაციის გარეშე, ან დეოკუპაციის ყოველ შემთხვევაში დაწყების გარეშე, აი ამ საერთო კონტექსტის გარეშე, რკინიგზის ასე უფასოდ გახსნა და ასე გადაცემა ამ ბერკეტის რუსეთისთვის, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა ნამდვილად და თავიდანვე როგორც ეს ხელისუფლება მოვიდა, სხვა შორის მანამდეც ივანიშვილმა განაცხადა ერთხელ, რომ რკინიგზის გახსნის მომხრეა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მერეც ამის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა ზაქარიაშვილმა, რომელიც ზოგადად გამოირჩევა ანტისახელმწიფოებრივი ამ ტიპის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, გააკეთა ეს განცხადება მან და ის დღემდე ამას აცხადებს და ამას დაერთო უკვე ივანიშვილის მხრიდან ამის პირდაპირი განცხადება. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება და იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს, რომ ეს არ მოხდეს.
რაც შეეხება ბოლო ძალიან ხშირ მოდური გახდა სიტყვა კოჰაბიტაცია, როგორ წარმოგიდგენია თქვენ აი ამ ფონზე, როდი იგივე თქვენს მიერ ახსენებთ დაკავებების ფონზე რეპრესიები, ახსენებთ თქვენ ერთის მხრივ მუდმივად ისმის ურთიერთბრალდებები ივანიშვილის გუნდის მხრიდან და სააკაშვილის გუნდის მხრიდან. როგორ წარმოგიდგენიათ მათ შორის თანაარსებობა, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და საერთო ჯამში რა ზიანს ღებულობს ამით ქვეყანა ასეთი დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება? ხო, რა თქმა უნდა, ეს ცოტა რთული პერიოდია ძალიან. კონსტიტუციაში არსებულმა საკმაოდ ნაკლოვანებებმა შესაძლებელი გახადა ასეთი მდგომარეობის შექმნა, მაგრამ და სამწუხაროდ რახან ეს აუცილებელია, ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისგებლობა და კეთილგანწყობა საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ამჯერად უფრო მეტ დესტრუქციას და უფრო მეტ აგრესიას იჩენს ხელისუფლება. ამ დროს ესე არ უნდა იყოს, რასაკვირველია და უნდა ცდილობდნენ თანამშრომლობას, ასე რომ ვთქვათ, ოპოზიციასთან თანამშრომლობას და მშვიდობიანად მიტანას მდგომარეობის ოქტომბრამდე. მე დესტრუქციულად მიმაჩნია დღეს ვთქვათ მოთხოვნა იგივე პრეზიდენტის გადადგომის, არა იმიტომ რომ პრეზიდენტით როდისმე კმაყოფილი უყოფილიყავი და ასე შემდეგ. უბრალოდ იმიტომ რომ არ არის საჭირო ჯერთი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა, ეს ისევ და ისევ რუსეთის ინტერესშია. თანაც ეს უქმის საქმიანობაა სრულიად, ისედაც რამდენიმე თვე აქვს ადამიანს დარჩენილი და გარდა ამისა იმიტომ მიმაჩნია უარყოფითად რომ დღეს სამწუხაროდ სხვა არავინ არ არის, დღეს არავის არ აქვს ის ძალა და არავინ არ არის დაფიქსირებული ისეთ ოპოზიციად, რომელიც შეძლებს უარყოფითი პროცესებისადმი, უარყოფითი პოზიციებისადმი ხელისუფლების წინააღმდეგობის გაწევა. ეს ისევ თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ამჟამად გარკვეული გაწონასწორების მისია აკისრია აი ამ მეორე მხარეს, ანუ ამჟამინდელ ოპოზიციას. და აქედან გამომდინარე, მე არ მგონია რომ ქვეყნისათვის სასარგებლო იყოს ამ ოპოზიციის ამ ეტაპზე, თქვათ, პოლიტიკური არენიდან გაქრობა, იმიტომ რომ ალტერნატივა დღეს არ არის. შეიძლება მომავალში ეს ალტერნატივა გაჩნდეს, რომელიც გაუწევს წინააღმდეგობას უარყოფით მოვლენებს, მაგრამ დღეს ასეთი არ არის და მარტო მეორე მხარე უწევს მას წინააღმდეგობას. როდესაც ახალ ძალებზეა საუბარი, ძალიან ხშირად აქცენტი კეთდება ნინო ბურჯანაძეზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ბურჯანაძეს შანსი, რომ თქვათ ჩაანაცვლოს ნაციონალები და ერთ-ერთ სერიოზულ ძალად წარმოდგეს პარლამენტში და რამდენად შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის პროდასავლელია, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა მასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთზე იყო საუბარი. იცით, ასეთი ტიპის ოპოზიციად გულისხმობთ თუ არა, ასეთი ტიპის ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური ძალა არ მესახება მე როგორც ვთქვათ დადებითი ალტერნატივა და დადებითი წინააღმდეგობის გამწევი, იმიტომ ის ამ პროცესებს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას, ჯერ ერთი ის არც გამოუხატია, პირიქით ხარი დაუჭირა, რეპრესიებსაც დაუჭირა, მე რამდენადაც წავიკითხე გაზეთებში თუ ტელევიზიით მოვისმინე, რეპრესიებსაც მხარს უჭერს და რაც შეეხება პრორუსულ კურსს, ის კიდევ უფრო მეტად ღიად ატარებს პრორუსულ კურსს. ამიტომ ამგვარი ალტერნატივა რასაკვირველია სასურველი არ არის, თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომ თავად რუსებს ყოველთვის ესე აქვთ ხოლმე, ყოველთვის რამდენიმე ძალა ყავთ რეზერვში, რომელსაც საჭიროებების ამებრ აძლევენ საშუალებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა მოიაზრება, როგორც საჭიროების შემთხვევაში გამოჩნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეს როგორც ალტერნატივა ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსული მიდრეკილებების ნამდვილად არ გამოდგება ასეთ ალტერნატივად. როგორ შეიძლება დაალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან? ამ საკითხით ძალიან ხშირად საუბრობს ხელისუფლება. ისინი აღიარებენ, რომ დეოკუპაციის მიღწევა არ არის ასეთი მარტივი და ჯერჯერობით ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა მიმართულებებზე შეიძლება იყოს საუბარი, მანამ სანამ დეოკუპაცია არ იქნება მიღწეული? ანუ აქ იგულისხმება კულტურული ურთიერთობები და ასე შემდეგ. იცით რა, თავისთავად ასე რომ ვთქვათ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი, მით უმეტეს კულტურული ურთიერთობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ რაც შეეხება ასეთ აკვიატებულ ეკონომიკური ურთიერთობის ასეთ აკვიატებულ და თვითმიზნურ აღდგენას და უпростоრად ხვეწნას რუსეთისადმი, რომ აბა შენი ჭირი მე ემბარგო მოხსენი და
და აი ესეც არასწორად მიმაჩნია. არა იმიტომ რომ ზოგადად წინააღმდეგი ვიყო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის. მე მგონია რომ ეს ზოგადად უნდა განიხილოს საერთო კონტექსტში და ყოველ შემთხვევაში ეს არ უნდა აქციო ისეთ საგნად, რომ ესე იგი რუსეთს არ უნდა მისცე ის მომგებიანი პოზიცია, რომ თითქოს ჩვენ ვეხვერწევით, მხოლოდ ჩვენა ვართ ამით დაინტერესებული. რუსებს სხვა შორის ამათმა მისცეს ამის საშუალება და ამბობენ კიდეც, რომ საქართველო უფრო არისო დაინტერესებული ვიდრე ჩვენო. ამ დროს ეს ასე არ არის. არ ვიცი რა ვყვა. ამბულია და ამიტომ საქართველო მე იმას კი არ ვამბობ რომ წინააღმდეგი უნდა იყოს ამ ურთიერთობების, მაგრამ უფრო ღირსეულად უნდა ეჭიროს თავი და მშვიდად მოეკიდოს ამ საკითხს, საერთო კონტექსტში მოეკიდოს ამ საკითხს და არ არის საჭირო ისე წარმოჩენა საკითხს, რომ ჩვენ ვეძალებით იქით რუსეთს, იმიტომ რომ ცალსახად რუსეთის ბაზარზე ორიენტაცია როგორც ასეთი ცალმხრივი და სხვათა შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადრე გააკეთეს განცხადება, რომ საერთოდ ევროპის ბაზარი მაინდა-მაინც ჩვენთვის არ არის ომთლად ხელმისაწვდომი, უფრო რუსეთზე უნდა ავიღოთ ეს ორიენტაცია, ეს აბსოლუტურად დამღუპველი მგონია მე ეს. საერთოდ ცალმხრივი ორიენტაცია რუსეთის ბაზარზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ზოგადად ქართულ ეკონომიკაზე. მე ვფიქრობ, რომ ქართული ეკონომიკა უნდა იყოს ორიენტირებული სწორედაც ევროპის ბაზარზე, მაგრამ პარალელურ რეჟიმში თუ რუსეთთანაც დაალაგდება ურთიერთობა და გარკვეული სექტორი იმუშაებს რუსეთის ბაზარზე, ამის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ საქმის ისე წარმოსახვა, რომ თითქოს ჩვენ ვართ ამითი სისხორცეულად დაინტერესებული და იქით უნდა ვეხვერწოთ რუსეთს და ასეთი შთაბეჭდილება იქნება ზუსტად ხელისუფლების ქმედებიდან. თუნდაც მე წინააღმდეგი ვარ და არასწორად ვაფასებ იგივე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, ურთიერთობების აღდგენის. რუსეთთან ურთიერთობისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, იმიტომ რომ ესეც წამგებიან პოზიციაში გვაყენებს და კვლავ უქმნის რუსეთს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი ჩვენა ვართ შევიწროებული, ესე იგი აი ამ ურთიერთობის გაწყვეტით, ჩვენ ვართ დაინტერესებული და როგორ მევცდილობთ ამას. ეს უკვე წამგებიანია დიპლომატიაში. აბსოლუტურად წამგებიანია, იმიტომ რომ რუსეთმა გადადგა ის ნაბიჯი, წაგვართვა ჩვენ ტერიტორიები, ამიტომ ეხლა ჩვენ უნდა გავაგებიოთ რუსეთს, რომ ჩვენ კი დაინტერესებული ვართ ნორმალიზაციით, ურთიერთობის ზოგადი ნორმალიზაციით, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ კი ისინი დათმობენ ჩვენ ტერიტორიებს, ანუ მოახდენენ დეოკუპაციას. ამის გარეშე და როცა შენ ეძალები პირიქით და სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავ, ეს უკვე გარკვეულ ილუზიას უქმნის რუსეთს, რომ ეს ჩვენა ვართ ამით დაინტერესებული და ნაკლებად განაწყობს დათმობებზე წასვლისათვის. აი ესე უყურებ მე ამ ურთიერთობებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო თავშეკავებულად უნდა ვიქცეოდეთ ამ ხრივ, უნდა მუდმივად ვაპელირებდეთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და აუცილებლად დადგება ის დრო, შეიძლება ხვალ არ მოხდეს და ზეგ არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც რუსეთი იძულებული იქნება მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა იმიტომ რომ ზოგადად რუსეთს საერთოდ ახასიათებს, საერთოდ ზოგადად დამპყრობელსაც ახასიათებს, მაგრამ რუსეთი განსაკუთრებით ამ თვისებით გამოირჩევა, რომ როდესაც შენ იქცევი უღირსად და ასე რომ ვთქვათ მლიქვნელურად და მოკლედ ძალიან მონური პოზიცია გიკავია, ის დათმობებზე კი არ მიდის ამ დროს პირიქით. სხვათა შორის ზოგს გონია რომ ესეა და პირიქით არის, ის იწყებს უფრო მეტ თავხედობას და უფრო მეტ ზიანის მოყენებას. ამიტომ ჩვენ მე არ ვარ იმის მომხრე რომ რაღაც ვთქვათ ეპითეტები ვიხმაროთ და სპეციალურად ანტირუსული გამოთქმები და რიტორიკა ვიხმაროთ, ამის მომხრე არა ვარ, მაგრამ უნდა გვეჭიროს ისეთი პოზიცია, რომ იქით არ უნდა ვემლიქვნელებოდეთ რუსეთს და უნდა ვიცავდეთ ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და უპირველეს ყოვლისა უნდა გავაგებიოთ, რომ გვინდა კი ბატონო ურთიერთობის ნორმალიზაცია, მაგრამ მხოლოდ დეოკუპაციის შემთხვევაში. ნორმალიზაცია იყო ერთ-ერთი დაპირება ქართული ოცნების, თუმცა იყო სხვა ძალიან ბევრი დაპირებაც. მე მაინტერესებს იგივე ეკონომიკური კუთხით, სოციალური თვალსაზრისით. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ყველა ის დაპირება, თუნდაც სოციალური მიმართულებით, რომელსაც თავის დროზე გაცემდა ქართული ოცნება. ალბათ ყველა შეიძლება არც იყო რეალური და ასე რომ ვთქვათ რეალურად გათვლილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტის გაკეთება რომ შეიძლებოდა, ვიდრე რეალურად ისინი აკეთებენ და ასრულებენ ამ დაპირებებს, ამაში დარწმუნებული ვარ. და საერთოდ ვთვლი რომ არ შეიძლება რომ ყურადღება იყოს გადატანილი მართლაც დესტრუქციულ მხარეზე, აი ამ
აგრესიაზე, ქვეყნის ორად გაყოფაზე, სიძულვილის ქადაგებაზე და კონკრეტული ადამიანების შევიწროებაზე და რეპრესიებზე, არამედ მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს სწორედ აი პოზიტიურ საქმიანობაზე და აი ამას ვერ ვატყობ, რომ აქეთკენ იყოს გადატანილი, იგივე თუნდაც მიასედი, თუნდაც მიათედი იმისი, რასაც საზოგადოებას დაპირდნენ, გასაგებია რომ ეს ერთბაშად არავინ არ თხოვს, რომ ერთბაშად განხორციელდეს, მაგრამ აი რაღაცა იმ ენთუზიაზმს, იმ განზრახვას, აი იმ გადაწყვეტილებას, რომ ორიენტირებული იყვნენ აი ამ განვითარებისკენ, ქვეყნის განვითარებისკენ და დადებითისკენ, ამას სამწუხაროდ თლიანად კი არ ჩანს პრინციპში, ეს მიდრეკილება არ ჩანს, ესაა ცუდი, თორე დროში ახლა ბუნებრივია, რომ რამდენიმე თვეში ვერავინ ვერ აყვავებს ქვეყანას, მაგრამ უნდა ჩანდეს ტენდენცია, რომ ტენდენცია არის კონსტრუქციული პოლიტიკისკენ და არა დესტრუქციისკენ და სიძულვილის გაღუვებისკენ და სამწუხაროდ აი ეს და სურვილი რაღაცის გაკეთების და ენთუზიაზმი რაღაც ძალიან ნაკლებად ჩანს. მადლობა.